ქვეითად მოსიარულეთათვის დაწესებული ჯარიმები 5 მაგი ხდება. თუ აქამდე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშნის მოთხოვნათა უგულებელყოფას შეგნიშნავდნენ და 10 ლარის ჯარიმას ამოგიწერდნენ, პროექტის კანონმდაცვის შემთხვევაში ჯარიმა 5-ჯერ მეტი იქნება, მისი ოდენობა 50 ლარი ხდება. ამასთან, როგორც დოკუმენტში წერია, 1 წლის ვადაში იმავე დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, თუ ამჟამად ჯარიმა 20 ლარია, დაგეგმილი კორექტირებისას 100 ლარი გახდება. შეცვლის თუ არა გაზრდილი ფულადი ჯარიმების სიტუაციას გზებსა და გზაჯვარედინებზე და შეასრულებს იმ პრევენციულ ფუნქციას, რის გამოც ფულადი სანქციები 5-ჯერ მეტი ხდება. ამის თაობაზე ჩვენ ადგილობრივებს ვკითხეთ. რა თქმა უნდა, ორივე მხრიდან სარტყი შეცვლილი არის ქვეითისსა და ძღოლისთვისაც. რაც შეიძლება ზებრაზე და იმაზე უნდა ვისარგებლოთ ქვეითებმაც და ძღოლებმაც უნდა გავაჩეროთ მანქანები ზებრაზე და გადავატაროთ ქვეითები. როგორ ფიქრობთ, აი ჯარიმის გაზრდა შეცვლის თუ არა ქვეითების დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ? ნახეთ, როგორ ჩვენ ეს ვერ გეტყვით. თუ უნდა გადასვლა, ჯარიმას ვერ დააკავებთ, მაგრამ შეგნება უნდა ქონდეს ყველა თავისთავად ადამიანს და თვითონ თუ დაგირღვევიათ ოდესმე? ქვეითის როგორც ქვეითის მოკვეითი. კი, ყოფილა შემთხვევა როგორ არა. გამერღვევია და რავი მგონი არ არის კარგი. უნდა ვეცადოთ როგორც არის წესდარიგი, ისე გადავიდეთ და მძღოლმას დაუთმოს ქვეითს. 10 მაგათ უნდა გაამკაცრონ კანონი კიდე მძღოლებზე, ნასვამებზე, სიჩქარეზე და მოწეულებზე და ესეთ იმას. მაგას მივესალმე. და თვითონ თუ დაგირღვევიათ ხოლმე? ალბათ კი. იმიტომ რომ ხან ესე იმას გადამიკვეთი. კი. და ჯარიმები მკაცრდება. და თქვენი აზრით რა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან ქვეითად მოსიარულეები? არა, ხშირ შემთხვევაში ქვეითად მოსიარულეს მეტი პასუხისმგებლობა აქვს აუცილებლად. აუცილებლად. ყველამ უნდა აკონტროლოს და წესრიგი დაიცვას. თვით შეგნება სანამ არ იქნება უმაღლეს დონეზე, მანამ არაფერი არ შეიცვლება. უნდა დაუთმონ გადავიდნენ, სადაც ზებრა არის. ზებრა სადაც იქ უნდა გადავიდე. ძალიან დიდი ხანია მძღოლი ვარ, 24 წლის ვიღავი მანქანაზე რომ დავჭი. 65 წლის. აქ ძალიან ურჩები არიან და ქუთაისში ყველა ელოდება ზებრას და გადასვლას როდესაც სვეტაფორები. მოსიარულეებისთვის იზრდება ჯარიმა, ქვეითად მოსიარულეებისთვის და როგორ ფიქრობთ, ეს გამოასწორებს პრობლემას? არ გამოასწორებს. მარტო მძღოლს რომ მოვკისროთ, მოვთხოვოთ პასუხისმგებლობას, ჩვენც უნდა ყველაფერში, ჩვენც ადამიანებმა უნდა ვიყოთ უზრუნველყოფა, რომ ჩვენც ვიყოთ ყველაფერში პასუხისმგებელის. მე არასოდეს არ დამირღვევია, მით უმეტეს ყოველთვის ვუთითებ სხვასაც, რომ იყოს შეგველობის ქვეშ კონდეს ყველაფერი. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება. აღსანიშნავია, რომ კანონს ასევე ემატება 2 მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ქვეითების მიერ ჩადენილ იქნა ავტომაგისტრალზე საერთაშორისო ან შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, პირი 100 ლარი დაჯარიმდება. 1 წელში დანაშაულის განმეორება კი 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ქვეითად მოსიარულეთა მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო სიტუაციების რისკს და საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.